მოგესალმებით, მე ვარ ლევან გოლიაშვილი და ჩვენი დღევანდელი გადმოცემის თემა იქნება ოპერაციები და ოპერატორები. პროგრამაში ნებისმიერი ქმედება სრულდება ოპერაციების ამა თუ იმ სიმრავლის დახმარებით. ოპერაციები ჩაწერილია გამოსახულების საშუალებით. გამოსახულება შედგება ოპერანდებისგან, ოპერაციის ნიშნებისგან და უალებ ჭკილებისგან. მაგალითად, A+B-10 გამოსახულებაში სიდიდეები A და B და კონსტანტაა 10. ხოლო პლუსი და მინუსი ოპერაციის ნიშნებია. ოპერანდების რაოდენობიდან გამომდინარე, JavaScript-ში ოპერაცია შეიძლება იყოს სამი ტიპის, ჩავაგდებ. უნარული, ანუ როდესაც ოპერაციაში მხოლოდ ერთი ოპერანდია, მაგალითად -a. ბინარული, როდესაც ოპერაციაში ორი ოპერანდია, მაგალითად A+B. ტერნარული, ანუ სამი ოპერანდის კომბინაცია, პირობითი გამოსახულება, მაგალითად კითხვის ნიშანი და რაღაც პირობა უნდა, ხო? ბატონო, ყველაფერს ცოტა ცვლილებით ვნახავთ. ხოლო შინაარსობრივად, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ოპერაციები შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად, ასე ვთქვათ. მაგალითად, არითმეტიკური ოპერაციები ჩამოწერასაც გადავა. არითმეტიკული ოპერაციები, შედარების ოპერაციები, სტრიქონული ოპერაციები, ლოგიკური ოპერაციები, ბიტური ოპერაციები, მინიჭების ოპერაციები, შერეული ოპერაციები. არითმეტიკულ ოპერაციებში იგულისხმება მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ნაშთი, უნარული მინუსი, რასაც უაძებ ხედავთ. ინკრემენტ და დეკრემენტ ოპერაციები, წარმოადგენენ უნარული ოპერაციების მინუსს. პირველი უზრუნველყოფს ცვლადის მნიშვნელობის ერთით გაზდას, ანუ სიტყვაზე ცვლადი პლუს, ანუ გაიზარდა ერთით. ან პლუს i პირიქით. მეორე კი შემცირებას i მინუსი, ან i ასე ვთქვათ მინუს i პირიქით, ხო? ჩავაგდებ. კი ბატონო. ახლა რაღაც ხდება ამათ შორის, ხო? თუ ოპერაცია ჩაწერილია ოპერანდის წინ, ანუ მაგალითად, ამ შემთხვევაში, პლუსი ახლა შემდგომ i, გაზდა მომხდება მიმდინარე გამოსახულების შესრულებამდე. ანუ ცვლადი ჯერ გაიზრდება, ამ შემთხვევაში ჯერ შემცირდება, მინუსი შემცირდება ჯერ, პლუსი ჯერ გაიზრდება. და ისე მიიღებს მონაწილეობას გამოსახულების შესრულებაში. თუ ოპერაცია, ასე ვთქვათ, ჯერ ცვლადია და შემდგომ პლუსი, ან ჯერ ცვლადია და შემდგომ მინუსი, ჯერ შესრულდება ოპერაცია და შემდგომ გაიზრდება. ან მინუსის შემთხვევაში შემდგომ შემცირდება. ანუ ახლა ამ შემთხვევაში x და k მიიღებენ მნიშვნელობა 2-ს. ამ შემთხვევაში i გახდება 2, ხოლო k იქნება 1, რადგან ჯერ მიანიჭებს ეს და შემდგომ გაიზრდება ეს i. უბრალოდ რომ დავწყობდეთ, დავბეჭდოთ. log. დავბეჭდოთ ეს k-ს. და დავბეჭდოთ ეს x. მოდი ავაწყობ strings, რაც ლადი გამოვიტანოთ ეს ამას კონკატენაცია strings. ამასაც გავივიცავთ, ანუ ეს არის უდიდეს ამას. ანუ უდიდეს ამას.
შემდგომ დოთ გავანუროთ ესენი ახალი ოპერაცია გავაკეთოთ, ხო, ახლა დავუშვით. ანუ ეს არის ჯერ პლუსი, ჯერ და პლუს და sorry, ანუ პირველი რომ შეცვლად ხო, ის. ეს მომდევნო დავუშვათ. და ნახოთ კონსოლის პანჯარაში. დავუშვათ კონსოლი. პირველ შემთხვევაში მოვხდით ხარ თელია და მეორე შემთხვევაში რაღაცა დავუშვათ და მოდები დავამოწმოთ. დასაგებია ეს. დავასეიროთ. refresh-ოთ და ანუ ჯერ პლუსი წერია შემთხვევაში დაიზარდა ესეც და შემდგომ მიანიჭა ამკაც ხო ამ შემთხვევაში ჯერ მიანიჭა ერთი იყო და მე გახდა ეს კი ანუ ჯერ ერთი მიანიჭა და შემდგომ გაიზარდა ეს კი ვიღოთ როგორც წერია Increment და decrement ოპერაციებს პრიორიტეტები აქვს სხვა ნებისმიერ ოპერაციებთან. მაგალითად პლუსი, მინუსი ისევ და ისევ იმდროებით, რომ ოპერანტის მიმართ მათ მდებარეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ასე სრულდება. მაგალითად მოდი ავიღოთ ეს მაგალითიც შეგვიძლია გამრავლებას ვხმაროთ. დროულად ახალ კონსოლს შევარდავთ და უბრალოდ შევხედოთ. ანუ ამ შემთხვევაში იქნება წყლის ტოლი, რადგან 3 გამრავლდება 3-ზე და შემდგომ გაპლუსდება ეს კი, რადგან შემდგომი პლუსი. ამ შემთხვევაში ჯერ ეს 3 გაპლუსდება, ანუ 4 გახდება და შემდგომ გამრავლდება 3-ზე და ესე იგი 4-ჯერ 3 იქნება 12. ახლა ნახოთ შედარების ოპერაციები. ამ ოპერაციების საშუალებით ხდება სხვადასხვა ტიპის ცვლადების მნიშვნელობების შედარება. და მიიღება შედეგი თუ არ ფოლსი, ანუ ჭეშმარიტია თუ მცდარია. ტოლობითი ოპერაციები ხშირად გამოიყენება if და while ოპერაციებთან ერთად ასე კომბინაციაში. შეიძლება შეხვდეს შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა ტიპის ცვლადებს. შედარების ოპერატორიდან გამომდინარე შესაძლოა მოხდეს ტიპების გარდაქმნა და შემდგომ შესრულება შედარების ოპერაციას. როგორ ხდება ახლა JavaScript-ში? JavaScript-ის წესები არის.
ესე იგი, თუ ერთი ოპერანდი რიცხვითი ტიპისაა, მეორე კი ტექსტური, მაშინ JavaScript შეეცდება ტექსტური ტიპის ოპერანდის რიცხვში გარდაქმნას. თუ ტექსტური ტიპის ოპერანდი რიცხვში ვერ გარდაიქმნება, მაშინ შეადარებს ოპერაციის შედეგი, ანუ შეადარებს ვიდაპირასება, ოპერაციის შედეგი იქნება false. მოკლედ მეორე შემთხვევაში გამოვიდგინოთ. თუ ერთი ოპერანდი ბულის ტიპისაა, ანუ true ან false უნდა მიიღოს, მეორე ოპერანდი კი ტექსტურია, JavaScript-ი შეეცდება ორივე ოპერანდის რიცხვით ფორმატში გარდაქმნას და შემდგომ შესრულდება შედარების ოპერაცია. თუ ტექსტური ტიპის ოპერანდი ვერ გარდაიქმნა რიცხვში, მაშინ შედარების ოპერაციის შედეგი იქნება false. განვიხილოთ მესამე ვარიანტი. თუ ერთი ოპერანდი რიცხვითი ტიპისაა, მეორე ოპერანდი კი ბულის ცვლადია, მაშინ JavaScript შეეცდება ბულის ტიპის ოპერანდის რიცხვით ფორმატში გარდაქმნას. True მნიშვნელობა გარდაიქმნება ერთად, ხოლო false ნოლად და ამის შედეგად შესრულდება შედარების ოპერაცია. ანუ true იღებს ერთს რიცხვითად და false არის 0. და ეს +++-ით მაგალითად ეწოდებათ. სურათზე ხედავთ რომ მოგინდათ ასე ვთქვათ, თუ პირობა გინდათ რომ დასვათ, მაგალითად თუ უდრისო, ორეთობა უნდა დაწეროთ, არ უდრის ძახილის ნიშანი თვალობა, ანუ ნაკლებია, მეტობა, ნაკლებია, იგივეა, მეტია, იგივეა. რასაც დავწერთ. ახლა მოვინახოთ სტრიქონული ოპერაციები. ძირითადი სტრიქონული ოპერაცია არის კონკატენაცია. რაც წერა ნავარში. ანუ ინგლისურად კონკატენაცია, ანუ შეერთება რაღაც ესეც ნიშნავს. ეს ოპერაცია ახდენს სტრიქონების გაერთიანებას არითმეტიკული მიმატების ნიშნით. პლუსით საშუალებით. ასევე წინაზე როგორც გავაკეთე, ასეთ შეგვიძლია. პლუსის ნიშნით როგორ ხდება? მაგალითად, a strings plus b string. თუთის აბდეს გაერთიანებს ესე ვთქვათ. დავწეროთ. და ესეთი რაღაცა. ეს პლუს და შეგვიძლია გადავმა. ანუ პირველ რიცხვი იყოს, ხო? ანუ ისეთი გამოსახულების შესრულების შედეგად, რომლის ერთი ოპერანდი მაინც ტექსტური ტიპისაა, მიიღება ყოველთვის ტექსტური სტრიქონი. თუმცა არსებობს გამონაკლისები, ვნახოთ. პირველი თუ გამოსახულების პირველი ოპერანდი ტექსტური ტიპისაა, მაშინ ყველა დანარჩენი ოპერანდის გარდაიქმნება ტექსტურ ფორმატში. მეორე შემთხვევაში, თუ გამოსახულების პირველი რამდენიმე ოპერანდი რიცხვითი ტიპისაა, ხოლო დანარჩენი ტექსტურია, მაშინ ჯერ შეიკრიბება რიცხვითი ოპერანდები, ხოლო შემდეგ შეიკრიბება ტექსტური ოპერანდთან და შედეგი მიიღება ტექსტური ტიპის, ანუ ბოლოს მაინც ტექსტს მიიღებთ. აი ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, A არის string-ი, ანუ სტრიქონული, B არის ციფრი, C-ც არის ციფრი. შემდგომ A-ს უმატებ B-ს და უმატებ C-ს. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, 670. ესეც რო რიცხვი ყოფილი, 6 უნდა დაემატებინა 7 და დაემატებინა შემდგომ ამათ ჯამს 8. და სხვა შედეგი უნდა მივიღო. ანუ 21 უნდა წერება, ხო? და ამ შემთხვევაში ამ პირობებში როგორც ჩამოწერეთ წესები, ერთი მაინც string-ია და ანუ 670 დაწერა. შემდგომ ახაც
156 მივიღეთ. აქაც მივიღეთ 867. ანუ ეს არის ტექსტი, ეს F, D და E. ესენი არიან ტექსტური ჩანაწერები და არა ვიწვი. შემდგომ მივავთ ეგეზატი. შემდგომად ამ სტრინგებათა იწყო და აღვივით და ბეჭდ დავთ შემდგომ ალენტის საკუთრებად პროცესით. და მოხდა ალენტი ამოვარდა. ისო მოდის დავაშურე. Spaces შევუტა. ესე პლუსები შეიძლება და მიცავაწყე ისიც შეიძლება. მოდი ბარემ გადავავალ ლოგიკური ოპერაციებით. არ არის ახლა ლოგიკური ოპერაცია. თული, და სუდრისი და ეგრევე ნახეთ. იქნა გამომდინარე. ეს სათავეად იყოს და ასე. ანუ ლოგიკური ოპერაცია. ლოგიკური ოპერაციები ამ შემთხვევაში ეს არის და ანუ გადაბმა ანუ ამას ეწოდება კონjunქცია ლოგიკური თუ ვინა გადაბმა ესე იგი ინდის სახით მაგალითად ერთი პირობა ანუ თუ უდრის და რაღაცა კიდე და თუ არ უდრის სხვა რაღაცას მაგ შემთხვევაში შუაში დათი უნდა გადავამოთ ანუ ამ ორი ნიშნით თუ ვინა ანი ანუ დიზუნქცია ლოგიკური ან ორი ესე იგი სულად სხვა გადავამოთ ორი დახრი ხაზით უარყოფა ანუ ლოგიკური უარყოფა ანუ not ანუ არა ხო ეს არის სახლის ნიშანი ანუ სიტყვაზე რაღაცა true იმას თუ მოუწევს სახლის ნიშანს ის გახდება false ამ სულად ხედავთ წარმოქმნილი და რა შემთხვევაში ორი true არის ერთი true false-ია ორი false-ია true-ა და ასე შემდეგ ეს უმაღლესია ნახოთ პანდაც ისაუბრეთ. ახლა პრიორიტეტები ამასაც აქვს, ესეც ნახოთ. პრიორიტეტის მიხედვით პირველი სახლის ნიშანი, შემდგომ და, შემდგომ ან, აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ დიზუნქცია და კონjunქცია მარცხნივ ასოცირებულია, ასე ვთქვათ. მარცხნივ ასოცირებული ოპერაცია, ანუ A და B და C ნიშნავს A და ანუ ეს ჭხილებში B და C-ს. იბატონო. ესენი არიან მინიჭების ოპერაციები, რასაც სულად ხედავთ. მინიჭების ოპერაციებიც ისევე როგორც ინკრემენტი და დეკრემენტი მიეკუთვნებიან უნარული ოპერაციების ტიპს. უცბად ხედავთ ეს მინიჭები და მინიჭებია გამრავლება უბრისი და აუბრისი უბრისი მასშტაბი ყოფა პროცესი ამას წაიკითხავთ და მოგესალმებით კიდევ ნახოთ სხვა ოპერაციებიც მაგალითად პირობითი გამოსახულება თავიდან დავწერეთ რომ შეიძლება ეს ვერმოგვით ეს გადაწერა ეს არის ტერმინული ასე ვთქვათ ოპერაცია და ნახოთ ესეც იბატონო ანუ პირობითი გამოსახულება ეს კითხვა
თვის ნიშანი და ეს ანუ გამოსახულებაში მონაწილეობს სამი ოპერანდი და ამიტომ ოპერაცია არის ტერნერული. პირველი ოპერანდი ღებულობს true ან false მნიშვნელობას. დანარჩენმა ორმა კი ნებისმიერი ტიპის მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს. თუ პირველი ოპერანდის მნიშვნელობა არის true, ოპერანდის შემდგომ ან აი აქ წერება მაგალითად 1 და აბრუნებს 3-ს. თუ არა, აბრუნებს 0-ს. ანუ ამის შემდგომ რაც წერება. ამ შემთხვევაში ახლა რა ხდება? x-30 და შემდგომ ჩავწერეთ ტერნერული ჩანაწერი. ანუ აქ ისეთი ჩანაწერი იწერება, რომელიც აბრუნებს true-ს ან false-ს. ამ შემთხვევაში გვიწერია x-ი მეტია 25-ზე, ხო? x-ი არის 30, ნამდვილად 30 მეტია 25-ზე, აქედან გამომდინარე დააბრუნებს პირველს. თუ ეს იქნებოდა false-ი, ანუ აქ მაგალითად მიწერებოდა 30 ნაკლებია 25-ზე თქო და აბრუნებდა მეორე ვარიანტს. ან თუ არის true აბრუნებს პირველ ვარიანტს, თუ არის false აბრუნებს მეორე ვარიანტს. ანუ დაბრუნდება 25, იმიტომ რომ x-ი მეტია 25-ზე, პირობა სრულდება. ესე იგი y-ი უნდა გახდეს x-20. შესაბამისად, გავუშვათ და რას მივიღებთ? x-20 იქნება 25. დავასრულოთ. ნახოთ კონსოლის განჯერა და მართლაც 25-ია. ну მოდი მოგეძებნეთ ვაღარ მოგვივიდეს დავამთავროთ ეს ჩვენი გაკვეთილი. ანუ ამ გაკვეთილში მოვაქციეთ მთლიანი ოპერაციები და ოპერატორები. თავისი პლუსი მინუსი ლოგიკური დათი გადაგვები და ასე შემდეგ. ну ეს საჭირო თემაა, კარგად ჩავურმავდით და შემდგომ გადადით შემდგომ გაკვეთილზე. კარგად გზავნებოდეთ,